დიმეტრე, მოდი დღეს ჩვენ ვისაუბროთ როალდ დალის მატილდაზე წიგნზე, რომელიც ერთად წავიკითხეთ. ხო? როგორი პერსონაჟია მატილდა? და რა მოგეწონა შენ ამ პერსონაჟში? მე ამ პერსონაჟისგან მომეწონა, რომ წიგნების წაკითხვა უყვარს და მიდის ხოლმე ბიბლიოთეკაში და კითხულობს ხოლმე წიგნებს. მე კიდე ის მომეწონა მათ, რომ თუ დიხურში რომ შედო იქ და ალოს როიდა ხიდა მას ეგ ძალიან სასაცილო იყო. როგორი წიგნია მატილდა შენთვის? როგორ დაახასიათებდი ამ წიგნს, ვისაც არ აქვს წაკითხული, რას ეტყოდი? ვეტყოდი, რომ წაიკითხონ, იმიტომ რომ ზოგ ბავშვს ეგონებოდა მას, რომ სულ წიგნებზე არაფერი არ მოხდებოდა საინტერესო, მაგრამ საინტერესოა და სასაცილოც. კი. დემე, როგორ ფიქრობ, იმ ადამიანებს, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, საინტერესო ცხოვრება აქვთ? რითია მათი ცხოვრება უფრო საინტერესო? მოდი შევადაროთ მატილდას მშობლების ცხოვრებას. მატილდას მშობლები მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ, მათ წიგნი არ აინტერესებთ. ტელევიზორს რო უყურება დიდი ხნით და მე ვინმე ვერ დაგიძახოს, თითქოს ვერ გაიგებ, რასაც გეძახიან. წიგნის კითხვის დროს როგორ არის? წიგნის კითხვის დროს გაიგებ, რომ დაგიძახებენ, არ ვიცი, შეიძლება ვერ გაიგო, მაგრამ ტელევიზორი კიდე თან თვალებს აგიტკიებ. წიგნს რო კითხულობ, აღარ გაიმეორებ, რაც მანდ მოხდა ცუდი და რაც კარგი მოხდება, შენ გაიმეორებ მაგას. რომელი ეპიზოდი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო მატილდაში? ჯერ თავის მამის კუჩი ჩადოს უპერწებოდა, ვეღარ იხსნიდა და მერე კიდე დედამ აიღო მაკრატელი და თითქმის აღარ აქონდა თმები. და რაღაცნაირად რა უნდა მატილდას, რა მიზანი ჰქონდა, როცა ეს გააკეთა? რომ მას უყვიროდნენ მშობლები და რომ არ დაეყვირათ. ჭკუა ასწავლა თითქოს, ხო? მაგრამ ამით პრობლემა ვერ მოგვარდა. ვერა. 1-2 კვირა მას კი გაჩერდნენ, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყეს და შემდეგ კიდე მეგობარს უთხრა, შეიძლება ერთი ღამით მომწეს თუთი ყურშიო მას და ალოს და ძვლები მიხრაჩუნებს თუ მაგეთ რაღაცას ამბობდა მას და ისე შეეშინდათ, რომ ის ქურდები ეგონათ, ხო? ბოლოს მაგ წიგნში მშობლები საერთოდ დატოვეს, რომ თავისით ეუბნებოდა მატილდა, რომ დამტოვეთ გთხოვოდა, თქვა მისტერ უორმუდმა კაიო და დარჩა მის ჰანისთან. მოგეწონა დასასრული? კარგი დასასრული. ხო.